დიდებული პედაგოგი მყავდა ინაშვილი, ლიდია გიორგის-ასული სასწაული ქალი, აი სასწაული. მე დღემდე ასე ვთქვათ, ნორმალურად საუბრობ ფრანგულად, ანუ არ მეჭირს არც ლაპარაკი, არც საკითხვა, არც თარგმანი და ასე შემდეგ. და ეს არის ლიდიას დამსახურება, იმიტომ რომ პირველი დღიდან გველაპარაკებოდა ფრანგულად. პირველი დღიდან არც ქართული არაფერი, მარტო ფრანგულად გველაპარაკებოდა. და ქალმა, რომელმაც ამას ყველგან ვიმეორებთ და ჩემ სტუდენტებთანაც აუცილებლად ის ქონდა ცივილიზაცია, ეგრე საგანი ქონდა, ფრანგული ცივილიზაცია. და ქონდა გარჩევა იმპრესიონიზმის ფრანგული. და რაღაც მე ხა იმ ასაკში რო ხოჩობდა რაღაცა თვით დამკვიდრება გინდავით რომ შენი ჭკუით და ასე შემდეგ. და რაღაცა წამოსდა მეთქი არა იმპრესიონიზმი არ მიყვარს მეტი. და პაუზა და ამას გიმეორებთ ძალიან ხშირად ვიძახი. და მითხრა თან თქვენობით მოგმართავ და ყველას აბსოლუტურად აი შენ არ გამოთქვენობით. ერთ რჩევას მოგცემთო ხმაწვილო არასოდეს არ თქვათ არ მომწონს. თქვით არ მესმის. ამას შეიძლება ბევრი ინტერვიუშიც გამეორებული არ ვიცი, მაგრამ ნუ არ დავიღლები ამის. ასე თქვათ გახსენებით, იმიტომ რომ ნუ მართლა ძალიან მაგარი რჩევა იყო და ძალიან ბრძენი ქალის ნათქვამი იყო ამავდროულად.